bicho! Hey! Aki ხო? აღარ მინდა ბიჭო, გამაბრუნდე სახლში. რა შენი პორში სირობა არისო რა? ვაიმე. ლა ჩემი გიმონ. გამარჯობა, დღეს გადავწყვიტე, რომ ქართულ კრეატორებს და იუთუბერებს დაუგეგმავად დავადგე თავზე და შევაფასო მათი ავტომობილები. ამისთვის დამჭირდება ოზი და 9 ცხენიანი Lotus Eletre. ოზიმ ესეთი იდეა ჩამაწვეთა, კი არ შევუფასოთ. დავუროუსთოთ. პირველი ამით ხوار დავიწყოთ. მიდი, აბა რა გინდა, რა მე ნაკლს უპოვი? ხმა არა აქვს. აქვს. არა აქვს. ხმა გინდოდა ხო შენ? აჰა. კაი გეხო პატიჩო. არა, ამას აბა როგორ მოგდოს? ბიჭო, მე რო არ ვაკონტროლებ რაღაცას, მაგრად არ მისწორდება. ვიცადი, შუქნიშანზე მივდივართ ბიჭო რა. რა იყო? გეხო? კაი. ვახჩი. არა, კაი, მართლა რაოდებული ესეთი მასროფია. ჩვენი შემდეგი მსხვერპლი არის ბენი, მეგობრებო და ვინც არიცით, ბენის ყოლია Jeep Renegade და 1-2 სიტყვით რომ მოგვიყვე შენს მანქანაზე. მე ავიღე მართვის მოწმობა ამ წლის ივნისში და ეს არის ჩემი პირველი მანქანა, 2 დღეში ვიყიდე მართვის მოწმობის აღებიდან. ძალიან საინტერესო ფაქტი არის ის, რომ სანამ ამ მანქანას ვნახავდი, ნახე კამარო. მაგარი კონტრასტია. და ეს აარჩიე, ხო? არა, კამარო გეტყვი ახლა რატო ვნახე რა, იდეალურ მდგომარეობაშიაო და რომ მივედი ტიპს დაურეკე და იდეალური რა აქვს კონკრეტულად რომ მითხრა მეთქი. ანუ საბურავი კატალიზატორი ყველაფერი გამოსაცვლელი იყო. 4-ვე წამყვანია, ხო? არა, მეგობრებო, წინა წამყვანი ვიყიდე. Renegade და თან წინა წამყვანი. კი, ჯერჯერობით ძალიან ცუდად. ძალიან ცუდად მიდო რომ გაგვიღო თუ შეიძლება. არა. აჰა, ნაჭრი სალონი გვაქვს, მაგრამ Jeep-ის ბრენდირებული სავარძლები აქვს რა, ნახე. ჯერ შავ არეონს გავხსენ, შავ მანქანას მოუხდები. რამდენს გიწევს? 13-ს. აბა რა. თან წინა წამყვანი, Jeep-ად ვერ ვიყენებთ, თან 13-ს გვიწევს, ვერც ეკონომიურად ვერ ვიყენებთ. მე მგონი იდეალური არჩევანი იყო. ნახე მე რა ვთქვი, ვიცი? ოზი რატო გაძეგლდი? არა, გახსოვს მე რა ვთქვი? მახსოვს მე რა თქვა და მაგ არა, ნახე რა ვთქვი? წვავდეს მეთქი მკიდია. პროსტა ნაწილები არ უფუჭდებოდეს და რაღაცა ეგეთი. მარტო საწვავი იყოს ხარჯი, ხო? ხო, მარტო ეგ იყოს მეთქი ხარჯი. ხო, 4 ლარი ხო არ ღირს საწვავი პრინციპში რა პრობლემა. ახლა ნახე თემა რა არის. X-ი. ანუ ეთქობა რომ მანქანის ეთქობა რომ უვლის კი. შენ შეიძენდი ამ მანქანას? რამდენად იყიდე? ბიჭო, ნახე, მოდი ამას ისტორიას მოყვები. X5-ს ყიდულობდი, შედარებით მდაბალ წრეში. კამაროს X5-ს არა, ვაფშე მინდოდა რომ X-ი მეყიდე. და ყველა მითხრა მაგ მანქანის დედი და შეციო, გაგაცნობსო, ხელოსნებსო, კაროჩო მაგის დედი 2-3 თვეა რაც ყავს და 6 ჯერ ვიყავი უკვე ხელოსანთან. დედა ეთქვა ხან რაღაც გაზლი არ არის. ეკონომიური არის? არა. უპრობლემო არის? არა. 4-4-ზე არის? არა. შავი არის. ევადი არის? გადგება მაგამ ბავშვი. ხო, რაღაც პლუსები. ძალიან. ვიდეო პლუსები უყოვო რა. სადრა. არა. მე რაშიც მინდა კამერებში და იმაში არის ახლა შეგაგრებ. გვამიხვა უნდა ჩავდუა შეჩენი. ბორბალისადა. ბორბალი და დაგიხატავ ახლა. ათბალიანი სისტემით უცებ შეგვიფას. ისიც გავითვალისწინოთ, რომ კაც კამაროს ყიდულობდა და XP-აც და იმათ დედა და Jeep Renegade წინავედუში. რამდენად მიიღებს ახლა ეს საჩუქარი რომ მივიღო იმის და შენ მანქანას ფას მოუმატებს, ესეც უნდა დააყენეს მანქანა. ძალიან მიხარია რომ ფას მოუმატებს ეს სუნი, მაგრამ როგორც ეიჯვა ამ მომენტში რამდენად მიიღებს რომ ეს სიტყვა ამ ბრუნვაში პირველად მოვისმინე. ხო, კიდე ბევრჯერ მოისმენთ თუ მალე არ წახვალთ აკავრობ. ამით როგორ გამოვიწყიდოთ ეს მორალური და ის ზიანი რაც ამ ამით არა, მე ხა გეტყვი ოზი შეაფასებს და შენ Lotus-ში ჩამიჯექი და გამოვისყი, სულ დაგავიწყებ ამ მანქანას. მოიცადე. ინფორმაციულს აპირებ? არა. ოკეი. გიმნაზისტკას ეპიცებას. გატიშავ ტელეფონს. ცოტა ხანი თუ ის არის უეჭველი ხდება. აი, TBC არის სესლუნა ვიღოთ, რომ საფს მასწრებენ და ხეხავ. უი. ვახო, ეს იყო ფრენკი რეალურად. ჩვენ ვიცოდით რომ ვაიდე ხო ამაზანეშინია ხო სიჩქარი. აუ მე გადავე. ამას ესე TBC-ა
დამირეკე. იდო, გაჩედი. მას რატო გადაო? რას გადაო? არა ბიჭო, ამას მართლა ეშინი. მე კიდევ კაიტვალე ჩევილი წამოსვლამდე. არ უთხარი შეჭება რომ ეშინია. ბიჭო, რა ვიცოდი, არ ჩავადგაო და ახლა კატო. გადაო, მაგრამ მიაჭიროთ ხო? მე მაგრამ მისწორდი. მე იმიტომ რომ მანქანა ვერ მაგაიფებს და იმის რეაქციაზე მე შემეშინდა, არ მეგონა. ანუ ყრე უცებ არ მიაჭირო. ერთით ჩავადგათ მან. ჩადღონ ნენეროა უჩქარო შეიძლება? უცებ ვადგო ცუდად ხდები. შეიძლება. არ იცი სამან. აჰო, აი, წინათ ლოტოსია. ო, ჩაეჭიდე. მამა ჩემის პრიუსი მენადრება. დაგაიყოფილა. არ მევასება ეს ისწრაფ ერავქნა რა. რა ლოტუსი ხო ისა ბალახია და ნელი უნდა იყოს. მაგარი მანქანა ყავს მოსაყო. მადლობა, გაიხარ. არა, არც ჩაგიჟდები შენ მანქანაში. აბა, პირველი უკანასკნელი იყო. სასიამოვნო იყო. ემოციებს უნდა ჩაგისვა შენ. აბა, რას ვიზავდი, იოცნები, გამოიჭეთ ამ კაცსარხი და არ ჩაუძეთ მანქანაში. არა, ხო იცი მიყვარხარ ეს რა. თეთრი X-ი შენ პრიუსი. აუ, ჯიგარი ხარ. მე შენ ისე გაგისწორდა რომ M4-ითაც უნდა გაკატავო. რას ვიზა? კაროჩე, თუ გინდა რომ ინფორმაცია დამაფრქვევი რომ მანქანაში უნდა ჩამსო და ჩააჭირო გაზს და გეტყვი რომ 4-ნი ვიყავით მე, ბენი, გაბუნია და ოზი. ბანკი გავძარცვე ყველაფერს დავფრქვევი. რა ისამება თო? წავედით. ისე როგორ მეკონა რომ შენ ყავდა Tesla. ოზინოურებზე Lorgi Model Y. ხო, ეს ერთი დადის ეგეთი და მეც მეგონებოდა ალბათ რომ მე მყავდა Tesla, მაგრამ მე არ მევასება ზოგადად ელექტრომობილები ზოგი ასწორებს ახლა, მაგრამ Tesla არ მევასება, ძალიან პლასმასი არის რა. Lotus ხო გევას? ბიჭო, ეს არ არის პლასმასი და ნუ იცი ეგ. ანუ მთელი გზა არის, კაროჩე, ჩააჭერს, უკან მიმაჭედებს, მერე მოუშვებს ისე. მოკლედ ოზის უნდა და კი K-Truck-ი მინდა დამეთრია. და დაეგდო და გაესტენსა და რაღაც. რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ოზისთან ერთად, უფრო და უფრო ვწმუნდები, რომ ეს არის ყველაზე ჩუმი ავტომოყვარული, კაი, საით? აჩის მანქანა უკან დგას. დაურეკავთ თითქოს აჩის და ჩამოვა. ჩამოდით ხო, ოღონდ ფრთხილად ჩამოდით ხო. უთხრა. წინა რა მინდა გიმუხრუჭოს თქო. პირდაპირ საქმეზე რო გადავიდეთ თუ შეიძლება გაგვიხსენეთ. ეს უკვე მეორე ჯიპია დღეს. ჩვენ ცხვირი გვაინტერესებს შენი მანქანის რო გამოგვიყენო, ვიცი რომ ცხვირი არის იდეალური. კარგია. იყოს აქ. მოგვიყევი აბა შენს მანქანაზე. როგორც ვიცი, მაგარი ამტანი ცხვირი აქ ამ მანქანას. ნაავარიები ჩამოვიდა, დაზიანებული ქონდა წინა რომელიღაცა მხარე, რომელიც מחარამ გააკეთა მერე. ხო. იყო ახალივით და ზუსტად მეორე მხარე დავარტყი რა, ანუ რაც დაზიანებული ქონდა. დააბალანსე ასე ვთქვა, ხო? ეს ნახე. ეგ ეხა ჩამოვიდა. ეს გაგრილებოდი, დააფიქსირე. რო იცი. იმედი მქონდა რომ ორში ამჩნევით მაგას. ეს არის გაგრილებისთვის. ეს შეგიძლია ფუშტურილი მეაჭერდა იხსნება რა პირდაპირ აწერია ხო ბენის მანქანის მერე არ მეგონა უფრო დასრულ მანქანას თუ ნახავდით მაგრამ აჩი გილოცავ შენეშეთ ანუ არ მომახო ხაბარ გულამდე კაროჩე რა ნამდვილი ამერიკული მანქანა რო არის იცი რა შეეთყობა ხოლმე ანუ ყველაფერი ნაგავი უყრია უკან ხოლმე რა ზოგადად არა დღეს დავცალე დღეს ბუნკერთან გავაჩერე გამიმართლა არ ვიცოდი რომ მოდიეთ მაგრამ ეს გამოუწერე სხვათა შორის თემუდან და ძალიან საკაიფო რაღაცა. რა დევს სამყუთში ვნახო? სამყუთში ადელების ამ ყუთში არის დამხმარე ატრიბუტები და დრონის ყუთი დევს კიდე. ყუთში ეს მაჩუკა ოქტოპუსმა სხვათა შორის. ეს ეგ სხვათა შორის კაი საკაიფო ნეო. ძალიან კაი რაღაცა. გასართობად. კი. მეგონი ზუსტად ესეთი რაღაცეების არის Grand Cherokee, რაღაცეები შეყაროს აბარგულში, 2 წელი გეყაროს. აი. ყველგან მიხვიდე, მოხვიდე. ჩაგურთის თას. ხო, ეს ამან ხო, იცის თამაში. რატო Grand Cherokee? ვიზუალურად მომწონს ძალიან რა. ჯერ ეს ერთი ჯიპის ძალიან მოყვარული გავხდი კომპასის მერე და კომპასის განვითარება შემდეგ ეტაპი იყო ალბათ Grand Cherokee რა, რომელიც ხო, ნუ ანუ ეს მანქანა არის აი აბსოლუტურად მოხმული ვარ გარდა ერთი რაღაცისა. ძალიან ბევრს წვავს. ძალიან ბევრით არ დაეჭვა აჩის მანქანას, ხო? არა. იმიტომ რომ ფუნქციურად ესთვისაც უნდა იმისთვის იყენებს რა. ხო და რაც დაეჭვის უნდა რომ გავანეიტრალოთ ახალი პროდუქტი და წამოდი ჩვენთან ახლა. ხო, ძალიან რაღაცნაირი მანქანა არის. შტამბეჭდავი კი არა. ფუტურისტული დიზაინი აქვს. უკნდანს გავტესტავ.
აქ ჩასადგმელი ადგილი დიდ რო არ არის. ხო და არ ჩავადგათ მაშინ. შენ როგორ ხარ ისე ზოგადად სტრაპ მანქანები გიყვარს ნეტანები? აი, წყნარად მშვიდად. არ ვარ ღვევარას დროს. არა, დარღვევთ ჩვენც არ ვარღვევთ. ჩქარდებით, მაგრამ სიჩქარის ლიმიტამდე ვჩქარდებით, ესე თქონში რა. ახლა ეს სიჩქარის ლიმიტი არის ხო ეხლა. GeForce-ით რო ის შეობა, ხო იცი ლოხები ასტრონავტებს რო ეჭიმებათ, ეგეთი ის ქონა განცდა. არა. სასწრაფო მომწონს. მანქანა მოლოდინი ხო მქონდა აჩქარების რა, მაგრამ ესეთი აჩქარების მოლოდინი არ მქონდა. 2.9 წამში აქვს 0-100. ეს არის GP ეხლა და ამის სედანს აქვს 2.7. ეს არის SUV ნახე. ეს ხო, ნუ SUV გაგდებული მყავს ბოლომდე და რო წამოწევ, კი. ესეთ მძლავრ ელექტრომანქანას ერთხელ მაინც თუ იყოლიებ, თუნდაც ერთი თვით მერე სხვა მანქანაზე როგორ უნდა გადაჯდე არ ვიცი. ჩემ მანქანაზე მაგალითად აჩქარებით ვეღარ ვკაიფობ რა. ანუ ხო ხტები აჩი რა. კაი. ბიჭო, თავს ვერ ვიჭერ რა. ხო, მინდა რომ იმას ვქნა, ანუ просто იკრობი ეგრევე. გაუფლიან და ცოტა სკანკალოს, მაგრამ არა უშავს. ფული შესაჩვევი. მე არ მოგეწონა, მე ტრეკზე წავიდეთ. და მართალი ვგითხარ დიდად არ მაქვს ხა სულ. არა ხო? ხო, ანუ ქალაქში ვერ ვშვებით და მაგიტო. ეს ადრენალინი. მე ხა აი არა, ვაფშე არა. კაი. ეს არის კემპინგის კაცი რა, გრანჩერო. რაც ჩემთვის გრანჩერო კი აღმართი ოვერლენდინგზე. აბა ძმაო. მადლობა. სულ წარმატების აღმართებში და მწვერვალებში გევლოს, მადლობა. ყველანი ვიხოდებით მეგობრებო. ხო და ჩემო ოზი. აგერ არის არეონი ძმაო. ეს არის იაპონური ხაზი. ანიმეები და რაღაცებს გევასება როგორც ვიცი მე და ხო, რა დრაკონები გახატია და ასე შემდეგ და არა მარტო მაისურზე, სხეულზეც გახატია თურმე რაღაცეები. ხო და ეს არის იაპონური ხაზიდან არეონის ახალი სახლის სურნელი, გატესტე და გაგვიზიარე შენი შტაბეჭდილება მე. ჰოკუ სტუდიო. რა, ბიჭო, ხალხი ვცხოვრობ, რა ყვითელი იმები დადიხარ. რაც ის ფერი მაიკები გაცვია მე. არა, ნახე უღური აქვს ჩვენ ცოტა ბნელი ფერები მოგწონს თემქაზე და ეს ცოტა რაღაცნაირია, ხალხს რა დაგიგებთ. ლოტუსებით რა, მაგრა იშოება ე. დღეს რას ვიღებთ, იცი? ვარო უსთებთ სხვადასხვა იუთუბერების მანქანებს და ხა რომ მოვედით შენ მანქანას, ბევრი დასარო უსთებელიც ვერაფერი უპოვეთ და შენ თვითონ დაიწყო რა. ჩემი მანქანა უნდა დააროუსტოთ? მე რაც არ მომწონს, აი აქ ფოთოლი აკლია. ნუ ეგ თავისთავად კი. ნახე რა აქვს სარკეზე. ხო. არეონი. იცის რა, იცის კაცმა. ბიჭო, მე რაც არ მომწონს ეხა აი ეს დასკლინტულია. პირდაპირ გეუნები, რომელიც რომ ამჩის თუ იპოვი და ფულს არ მომიტანს, დედას მოუთხო. პირდაპირ გეუნებით. მე არ მომწონს კიდე შენი პარკინგის სკილები. არა, ეგეთი ჩამოვიდა. ნუ ეგრე იცით ხოლმე ეგეთი ჩამოვიდა. რადევს რაბანას საბარგულს. თან გააგზავნე შენ ჩიც რაღაცას. არა, ჩიც კი მიხედავ, მაგრამ არ ვიცი. რა იყო ბიჭო? კრიპოლი და ხართ? რამე კანონსაც წინააღმდეგო ხო არ გიდევს მანქანა. ბიჭო, ნახე. ეს რაღაცა კაი მტვერსასრუტია. კი, ეს ძალიან ძლიერი მტვერსასრუტია. კარბონის სპოილერს მოგიწონებთ. მანქანის ფერს მოგიწონებთ. მე ხა ეს მანქანა დიდი ხანია ვიცი. კი, და თავიდანვე მომწონდა. და ინტერიერსაც მოგიწონებთ, თან გოჩვენ. ეს წითელი რა, პიჟონურია რა. ბიჭო, ეს რო ჩამოვიდა, მარტო მაგაზე მაძლევდნენ იმას, კომპლიმენტებს. მარტო იმის გამო, რომ წითელი ფერის სალონი იყო, მართლა. ეს 4-ვე ამძრავია, ხო? ნამდვილად. მინუს. ჯერჯერობით რაბანას მანქანას მაღალი შეფასება რა. არა, დიდად არც არაფერი დამაკდებოდა ძმებო, თქვენ რო არ მოგწონებოდათ, იმიტომ რომ მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ამ მანქანაში თავს, მართლა. თავარია შენი იყო მაგრამ კომფორტულად გრძნობს ხოლმე თავს, რომ ორ ტრაილერ შორის ძრება. 310 ცხენი აქვს რა. რაბანას მანქანას დაუწერდი 7.5-ს. კვადროფოლიო რო არ არსებობდეს, მე ვიტყოდი 900-ს, მაგრამ ეხა 7.5-ს დაუწერ და 8-ზე დაუმრგვალოთ. მე იმ ორქულას იმის გამო უწერო, რამოდენიმე დღის წინ რაც გააკეთა ლამის დაკვრა. ბიჭო, რატო კლავდი ამ იუთუბერებს? მიყვარს ზოგადად რომ ადამიანების სახეზე ვხედავ ზღდერისფერი როგორ ედება და აი ხა უნდა გადავიდე. გავტესტე. ეგი ყვას. გავტესტე კი. რაბან, ყველა სტრაფ მანქანაში რა შემჭდარ? მაშინ შე რო ჩავს. ფერარიში მოდი. რაბანა ისწავლის ახლა ფერარის დარებას. საცხარ? დასრულდი ხო ყავთ. ეხლა მე მინდა რომ ეგ გამოვასწორო. დამანებეთ ბიჭო თავი რა. არა მაქვს დრო, არა მაქვს. რომელი საათია? რაბან, შენ არეონების მოყვარული კაცი ხარ და ეს არის არეონის ახალი პროდუქტი. ფირფიტა X-ი რეზინა. ასიძახი.
ელექტროა ბიჭო? ელექტროა, თუმცა plug-in hybrid-იც არსებობს Electra X. აუ რა ლამაზი აქ ბიჭო ინტერიერი. რაბან? აი ხელ ჩაყავი მარჯვენ მრგვალი ღილაკები დაგხვდება, შუაში მიაწექი, ხო? რომ მინდა რომ ბოლომდე კომფორტში მყავდე რა. ასე. მასაზი. ოპა. დაიწყე, ლოცვა. მიყვარს ზოგადად რომ ადამიანების სახეზე ხედავ წნერისფერი როგორ ედება. აი ხა ხო ვიცი რაღაცა. 600-700 იმაში. კარგი ბიჭო. აღარ მინდა ბიჭო გამაბრუნე სახლში. ამას არ ველოდი ხა ამეტანი იყო ძმა. აბან ხე დარგული გაქვს. რა ხე დღეს ფიქრობდი ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია მეთქი და ეს ხა თან ამ ელექტროის ბიჭო რანაირი წნევა აქვს დედას ბიჭო აი სენსუსას უნდა რევანში დაღება შენთან ამ აი გაცმეინე ბიჭო ტვინი წაიღო კაცო ეო ძალიან შესამჩნევი მანქანაა რა ფერიც ისა ფერი შავი დატევს. იცი რა დღეს 80%-ით დავიწყეთ და 400 კილომეტრი გქონდა რეინჯი 80%-ით და იმიტომ რომ ესე ჩქარდებით ამ 900 ცხენიანს დიდი წარმადობა აქვს მალე აკლებს და 900 ცხენი აქვს ბიჭო ხო 600 ცხენიანი წყვავს რომელიც ბევრად მეც ფარავს რა 600 პლუს კილომეტრს ფარავს ეს სადა ყავთ ეს რა იმას ახეთის გზატკეცილს ეს აი ლოტუს ნუ პრინციპში ლოტუსი როა იცი ხო ლოტუს კარს წენ და მთელი ცხოვრება ურეკლავო მე მაგრამ მე რა მომწონს ბიჭებო აი CarPlay-ში რა გადახო MacBook-ი გაქვს აქ აი ეს შეგვიძლია ზემოთ ხო ეს ამ ბოლო დროს ხო ეგ მაგარი რამე ჩათ რო გაუსპამოთ რა მალა მთელი ცხოვრება მინდოდა ლოტუსი რაბანას გაგვისპამ community-ში იქნება ხმის მიცემა და ყველაზე მეტ ხმას ვისი მანქანას დააგროვებს დღევანდელი ვიდეოდან იმას გადაეცემა ჩვენგან Areon-ის ვაუჩერი ისეთი სუყე ვაუჩერი რა სახლისთვისაც ოფისისთვის მანქანისთვისაც და საძმაკაცოსთვისაც რო გეყოფ და შეგიძლია მომართო შენი აუდიტორია მადლობა მინდა გადაუხადო პაპელას რომ დღეს უსაჩივროდ არ წავედი სახში ეს Areon-ის ამაგრილებელი სუდი ჩემთან ერთად იქნება ყოველთვის სახუნის არომატი რავი რა უშავს რა მანქანა პირდაპირ ხა რა მოგატყუოთ ხო ხტე მე იცით ჩემი გულწრფელობის ამბავი Alfa Romeo Giulia მირჩევნია რა თქმა უნდა თუმცა ეს აზრი შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს თუ კი ამ მანქანას გადმომცემენ მე უკვე სხვანაირად ავჭიქჭიქდები როგორი მანქანა სიმართლე გითხრათ რა ვიცი ხა სადღაც ესე ტოლობას მივცემდი Alfa-ს ცოტა დააბატე არ ვიცი რა აი უცაბედად საგაიხსნა თვალები გამეხილა და კარჩი მაგარი მანქანაა რა გითხრათ ეს 15 ლარის რა შეიძლება რომ ვილაპარაკო კიდე ერთი წუთი ბარათ იც ეს აეროდინამიკა პირდაპირ გეუბნებით ბევრად უკეთესი აი ჩატეხილებ ეს არ გეგონოთ რაღაცა გამოგონილი ყავი არა მართლა აეროდინამიკა ეხა კი მართლა აეროდინამიკისთვისა მეგობრებო ფერი იდეალური აი ქალაქში გამოგარჩევს ყველასგან და ყველაფრისგან კომფორტი იდეალური წეღან სადღაც ჩაარტყა და ვერც მიგრძნია პირდაპირ გეუნებით ვაფშე არ დაითხოვენ ეხა სამსახური და პაპელას ხო ჩავწერე ჯიბეში მაგ დადარჩენი ამას თუ ამოიღეთ ერთი გამარჯობა მარტო თქვენ დაგვითმეთ გზა და ეს მანქანის არომატი საჩუქრა თქვენ. გამარჯობა, საჩუქარი გვაქვს შენთან ძმაო, ცოტა ახლოს თუ მოხვალ. აგერ არის. ვა, სააბი გაიჩნდა. სააბი. გადააყენე. მეგობარო, საჩუქარი გვაქვს. კაი მანქანა არის. შენ რა უთხარი, რისთვის ვართ მოსულები? არაფერი, რომ მაგის მანქანა შევამოწმოთ და ხადავი როგორი აქ და რაღაცა. ხო, რაღაცები, მაგრამ და იყიდოთ და წაი. მაგრამ იცი რა პირველი რაც მომწონს ამ მანქანაში არის, აი ნომერი შეხედე. Manchester United Football Club. მაგის +1 ხულა არის ჩემგან. ჩემი აზრით აქ აკლია 100. მინიმუმ 3 თუ იქნებოდა, 3 თუ იქნებოდა, კაია 5 თუ იქნებოდა, საერთოდ იდეალური, მაგრამ რამდენი გაქამაში გადახდილი შეგვახსენე? Trading-ით გადავიხადე 45 ევრო თუ დოლარი? დოლარი. შენ იცი 45-ად +500 ჩამოიყვანეთ ამერიკიდან.
Carline Auto-Imports დახმარებით. ველოდებოდ, სად იქნება call to action-ი თქვა რა. მანქანაში უნდა იდგეს არეონის სუნი აუცილებლად. ისე არ ჩავჯდეთ. არეონის სუნი. გასაღების წითელ ტყავში არის. აი მანქანაც წითელი იყოს. 21000 კილომეტრია გარბენია, პლუსია. არა, კაი რა არის, იცი, ცენტრის როა ეტყობა რა. როან და დაბალი გარბენი როა ეტყობა, მაგრამ ამ ძღოლზე აწყობილი მანქანა რო არის, ეგეც ეთყობა. მაგრამ 3-დან 0 კაი იქნებოდა. რატო გადაწყვიტე ამ მანქანის ყიდვა? რამდენი წლის ხარ? 29. 29. Midlife crisis-თან ახლოს არის. ხო, ან ზოგს ადრე ეწყება. დეპრესია მქონდა და და გადაწყვიტე სპორტული ავტომობილი გეყიდა 2-დან 0 მაგარი. სპორტული არა. იდეა მაქვს რომ ვაჩვენოთ რა არის სტრაფ მანქანა. შენ სამი რაღაცა გითხარი, რაც ყველაზე მეტად მოგწონს შენს მანქანაში. რა არ მომწონს მაგას გატყვი ზოგიერთს? არა, რა მოგწონს? ლოგო მარკო. ბიჭებმა მომაკითხეს, ჩავაჭიროთო? განახებთო რა, შენი Porsche სირობა არისო რა? ვაიმე! და მე მგონი გვეთანხმება უკვე. აი ელექტროს დავატირე მე, მანქანა არ არის. არ არის ელექტრო. ხმას ვეღარი გასაჭა. აი ვიდეოს ქვია როგორ გავხდი მანდარინი. ხო, მანდრეინი იყო და მანდარინი გახდა. ხელთ როგორ მოეჭიდა ჩვენი ძმა. ვარსკომ. კიდევ სადავე აქვს ამასაჭირება. ცა? ხო, ცა? რატესლია ბიჭო? რატესლია? როდის მოყავს Porsche? დასატრეიდენებლად. რატესობა? აი. ეს სისტემა არის რა. კაი არ ვიტყვი. ნახე როგორ ტრიალებს თან. უკანასაბურავებიც უხოს. ძალიან საინტერესო. ის ველოსიპედიანი კაცი წავიდა. ისე სწრაფად ჩაიარე რომ ვერ დაინახა. ვაინოლი Porsche-ში რა გითხრა, მაგრამ კარგად დადის ესეც. აბა თუ გაარტყავ რამდენი ცხენი იქნება? 800 დედა. ბიჭო თან ტრაკი როგორ მიოქვს მე და ანუ რომა 500 1500 გაყიდულია. აუ ეს არის ჩემი დღის საუკეთესო მომენტი. თამამა ჩემი ძლია ვთქვა. მარტო დღის ჩააჭირე ერთი. ან დღის კვირისთვის ეს ცხენებით მოიმატებს. წლის საუკუნის. წლის, დაჟე წლისა შეიძლება იყოს. მიდი. წლია. ძალიან კაია. აი, ემოციებს ვერ მაღლის მომენტი. და არ მყოფნის და დისტანცია არ მყოფნის. ტრეკზეც აგიყვან ძმაო, ისე გაგისწორდა, შენ ტრეკზე წავიდეთ. ეს სისტემა ამის მე Porsche-ში უნდა ჩავიდნენ, მაგრამ აი ამანქანას მე დავუწერდი. მოდი ერთ კულას დავაკლებ იმის გამო რომ ელექტრო არის. მე იმდან ჰეიტერი არა, ვარ. უშო ყოველ 100 ცხენზე ერთი კულა დაგვიწერა. ხო, ანუ 900 აქვს კენზალა თუ ეს 900. ანუ ახლოს ვიყავი 500, 800, 1000. ანუ ელექტრო რო არ იყოს უბრალოდ და აი ხმა რო კონდეს. ყავს ისეთი, აი შენი მანქანა ხო არის 2-დან 0 ტურბო, ეს ხო არის ელექტრო, მაგის მიქსიც ყავს 2-დან 0 ტურბო ძრავი პლუს ელექტრო. ფასი არის სამანე მგონი არ გითხოვს და რამდენს გადაიხდით? სულ ახალი მანქანი რა ღირდა? 100-მდე. ხო. 80-90 გაჩნდა. ეს ღირს 140, სულ ახალი. სადმე თუ იქნება და მე ჩადგმა, მე უნდა იქვე უნდა ვიყო რა. შევთანხმდით. აბა რომელია თქვენი გარაჟი? დიდი იქნება. ჩვენ შეგვიძლია. არა. ერთადერთი გარაჟია, რომელსაც ჯანგიანი კარი არ აქვს. შესაბამისად, ერთი ქუაც მაგაში. რამე ხარვეზები თუ აქ ეს გამიფუჭეს. მიდი აბა მიდი. დავაი. ცოტა გასარეცხია. აქ ფორტენს მუსიკა. ქსენსუას ნომერი რატო გიყენია? სხვათაშორის ყველა მაგას მეკითხება და პირველი მე მქონდა ეს ნომრები. გამოგვიყენე მანქანა თუ და შეიძლება. რას აფასეთ ხაბაჯე ხმაც რომ მოგვასმენინო. როგორ მომენატრა ჩემი წრედა. დისკები მომწონს. ეს ფირია? ახადია ბა, მუქი ლურჯია ხო ისე? კაპოტი აგვიხადა ძმა. მატორი გვაჩვენე. ო მუქი ლურჯია. ვაუ! ბიჭო. გაგი, პლუს ერთი ქონა. შენ ხარ პირველი, ვისაც ესეთი სუფთა ძრავის ეს განყოფილება ქონდა. კარბონი, ბიჭო, აი რა გინდა? მე მგონი კაი მანქანა ყავს ეხლა ბოლოდ ვატრაკი. წითელი წითელი საჭეთს
ელასება. აღვეჩია. საჭეზე Mercedes ემბლემას აქვს ნიკელი გადამძვრალი, მინუსი მოჭ. მაქურას ხოლმე შეხედეთ, ხოლმე ერთ. მოიც? ხოლმე შეხედეთ ერთ. თვითონ რო გიჭერს? ხო. ეგ ხარის რა ქვია, მამა ჩემი ზაპოროჟესაც ხონდა კაც. მამა გასვენინოთ. მედი აბა, მოგვასმენინე. დალევა უყარს. მანქანას ისმა. რაღაცა ისეთი ხმა, გეგონა დინამიკიდან ისმის. ბიჭო, არა, კაი მანქანა რა. ვერაფერს ვერ ვამბობ სამწუხაროდ. ეხა შენ მოგვიყევი, რატო იყიდე ეს მანქანა? თავიდან სხვათა შორის მინდოდა ეს პირველი მანქანაა და BMW-ს ყიდვა მინდოდა რა. ბავშვობაში მევასებოდა Mercedes რა, ბავშვობის ოცნებად ქონდა ასე ვთქვათ და 440-ზე ფიქრობდი, მე M4-ს ფიქრობდი და გამოჩნდა ესეთი ვარიანტი, რომ ნახე, M4-ზე ფიქრობდა და E53 იყიდა, რა ვიცი, რაზე უნდა ველაპარაკოთ? ბიჭო, კომფორტი არ ჭირს. ამაზე სტრაფ მანქანაში რა შემჯდარხა? სენსუსასთან. ალბათ Tesla-ში რა. შენთანაც პირველ ძიურ შენი დარება არ ვიცი. დაიწყო. მეც არ ვიცი, აი ბიჭო. აიმე. შენი კაი. არ წავიდა ხო ისე? ბიჭო, არა, რაღაც ძალიან ისე. იბუქსავა მე მგონი. ხო, რაღაც ნელა წავიდა. ეს არ მომიმატებია. აგერ საუბრო. მაგრამ ელექტრომაინც ელექტროა რა. საჭესთან ხო არ დავსვათ კიმერა მაინც რა. ჩემი. არა, ეს ან Tesla-ში რომ გამოცდილი მაინც. ეს რო აუშვებ და მიაჭერ უფრო ეფექტი აქვს. ხო. ასწორებს, მაგრამ თავბრუდამე ხო უნდა მუშაობ. აუ რა, კაია მასაჟები ჩემი. მაგრამ ამ სარკეებს რომ მიეჩვივაი. მაგას უნდა 2 საათი ქალაქში არულო და ეგრევე ეჩვევი და მე ისი როგორ ასწორებს მან გარეთ აღარ იყურები. აი ეს გამოგიჭია. ხო, არ მევოდი. აი მოგეშინი. აქ ძალიან აკლაკნელი გზაა და აქ არც ვიყავ. ერთხელ კი. ამიმუღავე. ჩვენ უსაჩუქროდ არავის არ დავტოვებთ. ეს ახალია. რეზინის არის და ეს ძველებია, მაგრამ ამასაც გაისუნია ქორდა. ძალიან დიდი მადლობა. კიმერ, მადლობა. რომ გამოგვიმზეურე შენი მანქანა. წავედით ახლა შემდეგ მსხვერპლთან. ეს მსხვერპლი არ გამოდგა. ეს არა, ეს ჩვენ ვიყავით ამას კაი მანქანა, ხო, ამას კაი მანქანა ყოლ. მომზადებული და ლევან კვარაცხელიასთან მოვედით. ლევანს საკმაოდ ისეთი მრავალფეროვანი გარაჟი აქვს დაწყებული მოპედიდან. შეურაცხყოფა ხო არის მოპედი რო დაუძახო. არა, მოპედი არ არის. ეს არის სკუტერი, მაქსი სკუტერი. მაქსი ეძახია. ეს ბაგიც ლიტრიანი ყავს. არა, ეს და სამიანი Toyota-ც. ეგ არ ვიცი. და ის Wrangler 6 ცილინდრიანი ყავს. კი, 3 და 6. კი ბატონო და Mercedes-იც 8 ცილინდრიანი ყავს, მაგრამ ეს რა პარაჟარი. ეგრეც დააჯობდე რა მეგონა. ეს არის პოლარისი ვერ იყიდე კაცო ეს კანამი რა. და მოგზავნილი ხარ თქოლა. გეხვეწები მე ჩაი გადაატრიალე რა ერთი ეს. ორიდან ორი პოლარისი მაინც გეყიდა ძმაო, რა ვიცი. ან გამოიწია ეს ნახე როგორ ეფარება. როგორ გამოიწია ეს გამოიწია. შენი პროფესიონალიზმიც რო გაჩვენა რა. იქითაც არის. ესენიო მაგარა სტაბილურად გასო გავიგე, ვაფშე არ ყირავდება. მართალია? გაჩნია ვაფშე. თქვენი კონტენტს ვერ მივხვდი, ჩვენც ვერ მივხვდით. ჯეკზე რო არ დგეს ახლა? მოიცა. ეს ტრიციკლია ძმა? თუ როგორ ესეთ დროს მოხვედი შენ რომ ცვლით ეგრეთ წოდებულ პაჩევნიკს საკისარს. რისთვისაც მოვედი ის გაჩვენე რა. ისა რომელი საათია? ხო, აქედან პადელზე მიდივარ. მეთქი რა. ზაში მომიყევით ან C63 რატო გადაწყვიტე? თან 335 გაყიდე, ხო? ხო. სანამ C63 კიდე? ხო და ეგრევე Mercedes-ზე რო გადაჭი. აი, ნახე, ემი რო ყოფილიყო. დაუშვა ჩემი მანქანა რა. M3 F80 ძალიან კაი ტიპია. ხო, M3-ს გავდა. ხო, არა, შენ იყო 315 იყო თუ 328? კი, და ერთ-ერთი კარგი 335 იყო. ხო, 3-დან 2. ნა, ჩემი კარგი მოწა, ნელა თმა. რე რო გააგრძელოთ მოყოლა თუ. მე ვერ ვიტან, ვერზე ჩდომას რა. თან ეს ვერ დადის ახლა ისე სტრაფად რა, ნახე, ვაფშე არ აქრია. ჩემი სო გეყოფა ძმაო. ეს ხელი კარგად გიჭირას ლო. ეს რა? არ გაგეშვას. ეს კარგია.
ეხა მეც გინდა უპოვო მინუსია მანქანა. მიდი დაიწყება. ხალხი ინდოელები. ჩემი და იქიდან ამოვარდება ხოლმე მანქანა. მე ტაქსით უკანა გზაზე შენ ჯდები საჭეს. მართლა? არ გინდა? კი, უაჩვენი. ეს Toyota, ხო, 1 და 3. ხო, ეს Toyota მახსოვს. მაგარია ელანტრაზე. ეხლა შეგრძნებებით რამდენი ცხენი ექნება, რაც შეიგრძენ. ვითარა, ყველაფერი 800. სწორი. კარგად გრძნობ. ერთ გაგვიღერა ის. აქ რამდენი ცხენია? გავაჩერო რა. არ ჩერდება? ეს რას ნიშნავს? კვარას პონჩი? არა, კი 1000. არა, ფასია რა. 10000 მიშოვეთ. ამდენი გამოტოვებით რატო არის? მანამდე სხვებს ხონდა? არა, შეგიძლია რომ მანამდე მქონდა ესე აქ იყო კ. ხო. მე გამოვწიე და ეგრე რა. Engine bay-ში მინუსი უკვე. ეს რა არის? ლევან კარიდან ისეთ ლამაზია. ეს რა ჭირს? რა რაჭირს. მიდი ლევან, მიდი შენ შეგიძლია. ახე როგორი მამაცია. დოზი, სპორტ პლუსი ჩარტი არ ჩაურთქე, ისე გვემარიაჟებოდა. კომფორტით გვემარიაჟებოდა. რამეს არ დააჭირო, სადმე არ გავარდება. ეხა მიეცი თხლად გაზი. ეგრე არა ბიჭო, აი ეს. ნელა ბავშვინა. მოდი გულახდილები ვიყოთ და Mercedes-ები დღეს ორივე მოწოდების სიმაღლეზეა. ლევონს თოდა გასარეცხი ყავს. ბიჭო, იმდენი მანქანა ყავს გაანაწილე. ეს ახალია და კარბონის ვიდრეა და მე მგონი 63 მოხდა. მაგრამ მე მგონი რაღაც ისეთი სუნებია რომ არ ძალიან კარგი სუნებია. მე მგონი გაგისტორდება. მოდი შევაყენებ და წავიდეთ. მე დამსაჯეს, გამომწესეს უკან. აბა შენიც. აგერ დავაფარებ. აუ რა რბილია ბიჭო. ბიჭო, ბოლომდე. აქ იყო ხო? მე ხამეთ შემეშინდა ბიჭო. ბიჭო ეს აღარ დასვა მანქანაზე. ეს არაფერი არც მოტოზე და არაფერზე არ და ვაფშე ამას ფსიქო გამოსთხოვეთ და всё, აქ გიჩერებ. გააფსიქოთ. ეხა ნეტა დრო მქონოდა რა. მადლობა. შენ მადლობა. აი გამოცდილება იყო. მადლობა რომ დამაჯი. შენ მადლობა. შენ მადლობა რომ დაიჯვიდა. არ გწყენია? ესეთი გამოვიდა ჩვენი ვიდეო, მეც არ ვიცი რა გამოვიდა. ცოტა უხერხულად გრძნობდი თავს ადამიანების მანქანებს რომ აბოლინგებდი. ბიჭო, მავანა ჩვენია რა, ხო ხდება თავისუფლად ვიყავი და თუ მოგეწონათ კიდე უფრო დავხვეწავთ. აქვე მინდა გითხრათ რომ გამოიწერეთ არხი. არხს პირველი ვიდეოს შემდეგ მომემატა 1000 გამომწერი, კიდევ სხვა სოციალურ ქსელებშიც მოგვემატა გამომწერები, ეხლა აქ ჩანს სად რამდენი მოგვეთმატა და რამდენი თანხა დაემატება ყოლობას შემდეგ ვიდეოში იწერება ეხლა. იკო ითulis მაგ ყველაფერს. დოზი პირველად იყო ჩვენთან ერთად. მადლობა ძმაო და სხვათა შორის ოზი ზიდია იყო რომ უნდა დაგვებულინგებინა სხვების მანქანები, დაგვეროუსთებინა. ეხლა ადგა და მე შემომტენი. მე უბრალოდ show-off-ს ვაპირებდი კრეატორების მანქანების, მაგრამ კარგი ის იყო. კარგი კუთხე და კი, ბევრი კაცი. M4-ის ვიდეოში ვთქვი, რომ ედიტების კონკურსში მიიღებოდა მხოლოდ ის ვიდეოები, რომელსაც ექნებოდა 30000 ან მეტი ნახვა. ამაზე მივიღეთ თქვენგან პროტესტი, მოდი ესე გავაკეთოთ. მაქვს 1000 ლარი, მოდით და წაიღეთ ეგ 1000 ლარი რა. დაბრუნების შემდეგ ნებისმიერი ვიდეოდან გააკეთეთ ედიტები, მაქვს 1000 ლარი, ერთ აკაუნტზე მაქსიმუმ 3 ვიდეოს ავარჩევ და თითო ვიდეოზე ჩაურიცხავ 100 ლარს. პირდაპირ ვამბობ, რაც მე მომეწონება, ყველას ჩაურიცხავ 100 ლარს. სულ რომ მქონდეს 2 ნახვა, მთავარია ედიტი იყოს კარგი. გისურვებთ წარმატებებს.